ზოგადად ქართულ ოცნებას უნდა უთხრა ერთი რაღაცა რა. ყველაში მტრის დანახვა, ვინც თქვენ გაფუჭებულ საქმეზე მიგითითებთ, არის ერთ-ერთი თავარი თვისება, რითიც დაემსგავსეთ ნაციონალურ მოძრაობას. ანუ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მთავარი პრობლემა იყო რა? მათ რაღაცა საქმიანობაზე რო გეთქვა სიმართლე, რო აი რაღაცა გაფუჭდა. საერთოდ არ აინტერესებდა ჩვენ მართალი იყავი, ყვანი ავტომატურად იყავი რუსეთის აგენტი, მიშას მოწინააღმდეგე და შენზე უნდა წამოსულიყო პოლიტიკური ან ხშირად ფიზიკური ანგარიშწორების მექანიზმი. ზუსტად მაგ მექანიზმზე ხართ ხა გადასული თქვენს. თქვენივე ციფრებზე, რომელზეც სერიოზული ეჭვები გვაქვს და გონია რომ საერთოდ ეგ ციფრები არ არის ადეკვატური, მაგ ციფრებიდანაც კი გამოდის, რომ უგულებელყოფილი გქონდათ ეგ პრობლემა და რომ დავიწყეთ მაგისი აქტუალიზაცია, დაფუძხუმდით ახლა რა და ბიჭო, ჩვენთვის სპეკულანტების ძახებას. მოდი 20,000 კაცი რო გყავს. აღწერით რო გაიგე თურმე. ოღონდ რო ვერ დაგიჭერია. მოდი მაგათ დაჭერას და კონკრეტულ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე იფიქრე. არ ჯობია?